პარანორმალური რაღაცეები ყველა სახში ხდება, ყველა სახში აბსოლუტურად. ჩვენ სახშიც ბევრჯერ მომხდარა. აი ეს ვიდეო, არ ვიცი, უბრალოდ მე ვერ ავხსენი, გუშინ გვიან ღამე დავაფიქსირე. ვერ ავხსენი, რას ნიშნავს. უყურეთ, ჩემ სახშია და მერე გავიაროთ. სტატიკური ფოტოა ჩემი შვილებისა. უკან არავინ არ არის. Runway პროგრამაში ავტორთი დავაგენერირე გავაცოცხლე ფოტო და ნახეთ რა ხდება ბექგრაუნდზე უკან. დააკვირდით კარგად, ჩაიარა ერთმა ვიღაცამ, ჩაიარა მეორე ვიღაცამ, მაგრამ მოდი კიდევ უფრო ახლოდან დავაკვირდეთ, ნახეთ. მოდის ვიღაც ჩერდება, ну კი არ ჩერდება, როგორც ვთქვით, მე დავაპაუზე, ნახეთ. ცოტა ბავშვის ფორმა ნამდვილად აქვს. ჩაიარა, აქ კიდე დავაპაუზოთ. დააკვირდით, ну სახე აქეთკენ არ ტრიალდება, ვერ ხედავ. რაღაცა თითქოს გრძელი თმაც აქვს. ეხლა ნახეთ მეორე ვარიანტი. აი აქ თითქოს ოთახიდან გამოდის ვიღაც და უცბად ორნი ხდებიან. აი ორია, ხო? ცალსახად. რაღაც ესეთი პადრეებს რო აქვთ თეთრი საყელო, ესეთი ის არის, მიდის. აქ ისევ ერთი არის. ნახეთ, ისევ ერთია. რაღაცნაირად არ იკითხება თვალები. უბრალოდ გამოსახულებაა რაღაც ესეთი მოძრავი. ჩვეულებრივი სტატიკური ფოტო უბრალოდ Runway პროგრამით გავაცოცხლე და მივიღე ეს შედეგი. ტელეკინო რეჟისორი ვარ და აუდიო, ვიდეო, ვიზუალური ეფექტების სპეციალისტი ვარ. ჩემი სწავლის პროცესში გაშეშებულ სტატისტიკურ ფოტოში როგორ გავაკეთო უკან ბექგრაუნდში რაღაცა მსგავსი ჩასმა მე არ მისწავლია, შეიძლება რამე გამოვჭა. ამით არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ მოდი ერთად ავხსნათ, რა შეიძლება გაეკეთებინა აი ამ პროგრამას Runway, ესე ქვია, რომელმაც ეს ფოტო ჩემი შვილების უბრალოდ ასე დააგენერირა. არ ვიცი, მართლა დამიწერეთ, მაინტერესებს თქვენი აზრი.